იაკობ მოციქულის წიგნი კათოლიკე, თავი მესამე. ნუ მრავალნი მოძღვრით ძმანო ჩემნო, უწყოდეთ რამე თუ უდიდესი სასჯელი მოვიღოთ, რამე თუ ფრიად ვცდებით ყოველნივე, რომელი სიტყვით არა ცდებოდის იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღვირცხმად ყოვლისავე გვამისა, უკვე თუ ცხენსა აღვირნი აღუსხნით, დამორჩილებად ჩვენ და იგი და ყოველი გვამი მისი მოვაქციოთ. აჰა ესე რა ნავებიცა იგი დიდები, იგი ფიცხელთაგან ქართა მიმოტაცებულნი მოიქცევია მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა იგი ხნებან მისვლად მართებელსა მას მათსა, ეგრეცა ენაი მცირე ასუღარს და დიდად მაღლოის. აჰა ესე რა მცირემან ცეცხლმან რაოდენი ნივთი აღაგზნის და ენაი ეგრეთვე ცეცხლ არს სამკაული სიცრუისაი. ენაი დადგმილ არს ასუთაშინა ჩვენთა, რომელიც შეაგინებს ყოველსა გვამსა და აღაგზნებს ურმის თვალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ არს გენიისაგან. ამიტომ ყოველივე ბუნება იმხეცდა და მფრინველთაი, ქვეწარმავალთაი და მცურვალთაი, დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქვეშე კაცთასა. ხოლო ენაი კაცთაი ვერ ვისხელეწიფების დამწყსად, დაუბრყობელი ბოროტი, სავსე გესილთა მაყუდინებელითა. ამიტომ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა და მითვე ვსწევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან. მიერვე პირით გამოვალს კურთხევაი და წყევაი, არა ჯერ არს ძმანო ჩემნო საყვარელნო ეს ეთყოფათ. ნუ უკვე წყაროისაგან მისვე თვალის აღმოდი ტკბილი დამწარე, ეგების მეა ძმანო ჩემნო ვითარმცა ლეღომან ზეთისხილი მოიღო გინა ვენახმან ლეღვი, ეგრეთვე ვერცა ერთი წყაროი მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად. ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქვენ შორის, აჩვენენ კეთილად სულისაგან საქმენი თვისნი, სიმშვიდითა სიბრძნისაითა, ხოლო უკვე თუ შური მწარე გაქონდეს და ხდომაი გულთაშინა თქვენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგადამოსრული, არამედ ქვეყანისაი, შვინვიერი და საეშმაკოი, რამე თუ სადა არ შური და ხდომაი, მუნშფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე. ხოლო ზეგადამოი სიბრძნე პირველად სიწმინდი არს და მერმე მშვიდობაი, სახიერებაი, მორჩილებაი, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაითა განუკითხველ და შეუღრგულებელ, რამე თუ ნაყოფი სიმართლისაი და ეთესვის მშვიდობით მათვის, რომელნი ყოფენ მშვიდობასა.